ლაგოდეხში საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში კახეთის თასი გაიმართა. შეჯიბრი კახეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში კახეთის რეგიონის საფეხბურთო გუნდებთან ერთად ყაზახეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბავშვთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდომ დივნიშვილმა და კახეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მედლები, დიპლომები, თასი და ინდივიდუალური პრიზები გადასცეს. გურჯაანის გუნდმა ფინალურ დაპირისპირებაში ახმეტის ბახტურიონი მშრალი ანგარიშით 2-0 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. ლაგოდეხმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირის ფეხბურთში კახეთის თასზე, სადაც კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის გუნდებთან ერთად შუა აზიის წარმომადგენლებით ტაჯიკეთი, უზბეკეთის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ამ საერთაშორისო ტურნირის მიზანი არის ფეხბურთის პოპულარიზება, საფეხბურთო გუნდებისათვის რეზერვების შევსება, საუკეთესო ფეხბურთელების შერჩევა, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ტურნირები და კიდევ უფრო მეტი ხიბლი აქვს, როდესაც საერთაშორისო დონის ტარდება და ეს ტურნირი კახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით ჩატარდა. საერთაშორისო ტურნირის სახე მიიღო ამ ტურნირმა, ვფიქრობთ, რომ საინტერესოს მიმდინარეობს, ნორჩი ფეხბურთელები ხალისობენ, გახარებულები არიან ბავშვები, რაც დაეხმარებათ მომავალში მათ განვითარებას. ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადოთ მადლობა, ვინც დაგვეხმარა ამ ტურნირის ჩატარებაში, რასაც მომავალში კიდე უფრო განვითარებულ სახეს მივცემთ. ყველაფერი იყო ძალიან უმაღლეს დონეზე, დაჯილდოვება, საუკეთესო თავდასხმელის, საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო მეკარის და ამაშიც ბედმა გაგვიღიმა საუკეთესო მეკარის პრიზი დაიმსახურა ჩემმა მეკარემ დაჩი რომანიშვილმა, რომელმაც ამ 6 თამაში პლუს 1 დავამატებ. ტაჯიკეთის გუნდმა გამოთქვა ჩემ ჯგუფში არ იყო და ამხანაგურად გამოვნახეთ რაღაც დრო და ვეთამაშეთ, ეგენიც დავამარცხეთ 5-0 და აი ამ 6 თამაში გავუშვა მხოლოდ და მხოლოდ 1 ბურთი. საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დაიმსახურა აჩ სარქისაშვილმა და საუკეთესო თავდასხმელის გიორგი ჯოხაძე.